Kompüter texnikasının mağazalar şəbəkəsi Kompi Marneul'da yeni mağazasını açır və əməkdaşlar axtarır. Kastir konsultant və mağaza meneceri. CV-lərinizi online@kompi.c ünvanına göndərə və ya 599 40 40 24 nömrəsini zəng edə bilərsiniz. Ünvan Marneul Rustavel nömrə 96. Kompi, uğurlar arzulayırıq. საკუთარი ავტომობილის დახმარებით ისარგებლეთ საუკეთესო შემოთავაზებით Liberty Bank-ის ავტო ლომბარდში. 1 თვიდან 5 წლამდე ვადით. მიიღეთ 40,000 ლარამდე სესხი. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, სწრაფად და მარტივად. Liberty Bank-ი, ყველგან და ყველასთვის. ულტრათანამეტროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ღრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. აირჩიე რაც გულს უნდა Elite Electronics-ში. ბოშის შეძენისას მიიღე საჩუქარი, მოიგე ავტომობილი და 50,000 ლარი. უკვე რამდენიმე კვირა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბუნებრივი აირის დაბალწნევას უჩივის. მოქალაქეების განცხადებით ბუნებრივი აირი არის, მაგრამ იმდენად დაბალი წნევა აქვს, რომ ვერ ხმარობენ. ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მოგვეწოდება. იმ დღეს შევედი აბაზანაში და ვერ დავიბანე. გაზი არის და ვერ ვხმარობთ. კარგი იქნება თუ ბუნებრივი აირის წნევა მოიმატებს. ბავშვები გვყავს და ვერ ვთბებით. ძალიან ცივა. აიდა რუსტამოვაც ერთ-ერთი იმ მოქალაქეთაგანია, რომლის ბინასაც ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება. წნევა ძალიან დაბალია. ეხლა არ ვიცით. მე მეზობლებმა თქვა, რომ ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ და ადგილობრივი ის ორგანოები რას ფიქრობენ არ ვიცით. გუშინ იძულებული ვიყავი, რომ დენის გამართბებელი ჩავრთო. კიდე გავიყინეთ. ვთხოვთ, რომ რაღაცა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. მარნეულის გარდა, ვინც ჩემმა მეგობრებმა, ვინც ცხოვრობს სოფლებში, იმათაც აქვს ასეთი პრობლემა, წნევა ძალიან დაბალია გაზის და სოკარს გამთხოვ, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ძალიან ეხლა ზამთარი შემოვიდა და ძალიან სიცივეა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ტელეკომპანია პრობლემის მოსაგვარებლად სოკარგას დაუკავშირდა, სადაც ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პირად საუბრებში განგვიმარტეს, რომ ტექნიკური სამსახური მარნეულში ბუნებრივი აირის წნევის მომატებაზე უკვე მუშაობს და მათი განცხადებით ეს პრობლემა უახლოეს დღეებში მოუგვარდებათ. პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სტუმრები სოფელ ალავარში ისმაილოვების ოჯახს სტუმრობდნენ, სადაც ტრადიციულ აზერბაიჯანულ სამზარეულოს გაეცნენ. ოჯახის დიასახლისმა კერძები პოლონელი სტუმრებისთვის მოამზადა. ეს არის ჩვენი ტრადიციული ფლავი, მინდა ეს ჩვენმა სტუმრებმა მიირთვან. საგანგებოდ მათთვის მოვამზადე. გვიყვარს, როცა სტუმარს კარგად ხვდებით. ჩვენი ტრადიციული კერძებიდან მოვამზადე ასევე ტოლმა, დოვღა და ბოზართმა. სტუმრებმა აზერბაიჯანული კერძები დააგემოვნეს და აღნიშნეს, რომ კერძები ლამაზი და ნატურალურია. მე პირველად ვარ საქართველოში, კერძოდ ამ რეგიონში. ჩამოვედით, რომ გავეცნოთ აქაურ კულტურას და ტრადიციებს. პირველ რიგში, რაც მომეწონა, ეს არის ის, რომ აქ ხალხი ძალიან გახსნილია და მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მოვედით ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ოჯახში და ვნახეთ, როგორ ცხოვრობს ხალხი, როგორ ამზადებენ კერძებს. ბევრი კერძი ძალიან ლამაზად გამოიყურება და რაც მთავარია, არის ნატურალური. ეს არის ნამდვილი ოჯახი. სტუმრები სოფელ წერეთელში ერთ-ერთ ქართულ ოჯახს ესტუმრნენ, სადაც ღვინის მარანი დაათვალიერეს და ტრადიციული წესით დაწურული ღვინო დააგემოვნეს. პოლონელები ხინკლის მოხვევის პროცესით დაინტერესდნენ.
ჩურჩხელებიც ამოავლეს და ქართული სადღეგრძელოებიც მოისმინეს. ჩვენს ერთიანობას გავუმართოთ და ჩვენს მეგობრობა და ჩვენს გობას გავუმართოთ. პოლონელი სტუმრებისთვის ქორეოგრაფიულ ანსამბლ იბერიას მოცეკვავებმა სტუმრებს ქართული ცეკვის მასტერკლასები ჩაუტარეს. პოლონელებმა კი პოლონური ცეკვის ილეთები ქართველ მოცეკვავეებს გაუზიარეს. პოლონური ცეკვის შესწავლა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სცადა. ერთ-ერთმა სტუმარმა ესპანური ფლამინგო იცეკვა. მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ყავს სტუმრები პოლონეთიდან, რომლებმაც ჩაგვიტარეს მასტერკლასი და ასევე ჩვენც მათ ჩავუტარეთ მასტერკლასი, ვისწავლეთ პოლონური ცეკვები და ისწავლეს ქართული ტრადიციული ცეკვები. პოლონეთის რამდენიმე ქალაქიდან სტუმრები მარნეულს ეთნოტურიზმის განვითარების პროექტის ფარგლებში სტუმრობენ. ისინი გაეცნობიან მარნეულში მცხოვრების სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეების ცხოვრებას და ტრადიციებს, რასაც შემდგომ პოლონელ მოქალაქეებს გააცნობენ, რაც როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, მომავალში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ რაც ნიშნავს თანაცხოვრება ხალხის, ეს არის ზუსტად მარნეულის მუნიციპალიტეტში და აი ეს გვინდა ჩვენ დავანახოთ მთელ სოფლიოს. აი ჩამოსულია პირველი ჯგუფი პოლონეთიდან, სხვადასხვა დიდი ქალაქებიდან, ვარშავიდან, გდანსკიდან და კიდევ სხვა დიდი ქალაქებიდან, რომლებიც ეს საპილოტო ჯგუფია და ესენი დაეცლებიან და იცხოვრებენ. ერთ ღამეს გაათევენ, ეხლა უკვე იყვნენ და აზერბაიჯანულ ოჯახში, იქ თუ ეს და გასინჯეს აზერბაიჯანული სადილი, აზერბაიჯანული კუხნა, ტრადიციებს გაეცნენ. მე ფიქრობ ეს პირველი ნაბიჯები, რომელიც ითქმევა ახლა, არის ზუსტად ამას მიძღვნილი. ეს პირველი ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა, ახლა ჩაატარეს მასტერკლასები, როგორც უცხოურ ცეკვებში, პოლონურ ცეკვაში, ფლამინგოში, ასევე ქართულ ცეკვების მასტერკლასები ჩაუტარეს ჩვენმა სპეციალისტებმა და ქორეოგრაფებმა და ჩვენმა ბავშვებმა და ძალიან კარგი ინტერესი და დადებითი შედეგი გამოიწვია ამ ყველაფერმა და ფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობების გაგრძელება ძალიან წაადგება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას და ასე დავუარე ეს ეთნოტურიზმის განვითარებას. ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ სოფლიოს თუ როგორ შეგვიძლია თანაცხოვრება მუსლიმებს, ქრისტიანებს, აზერბაიჯანელებს, ქართველებს, სომხებს ერთ ჭერქვეშ, ერთ სოფელში, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გაუგზავნოთ ერთმანეთის კულტურა, გამოცდილება. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის USAID-ის Access-ის პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც არის ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება. თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გაცნობა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებისთვის. დღეს გაიმართა შეხვედრა მარნეულში, რომელსაც ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულები, ფერმერები, მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ამ სექტორში იგეგმება, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს და შესაბამისად შესაძლებელი გახდეს, რომ როგორც ადგილობრივ ბაზარს, ისე საზღვარგარეთ ბაზარს ექსპორტს მიეწოდოს ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. დღევანდელი შეხვედრა გაგვაცნობს ევროკავშირის იმ სარგებლის მოტანაზე, რაც უნდა აითვისოს ყველა ფერმერმა იმისათვის, რომ განავითაროს თავისი ბიზნესი. ძალიან დადებითია ყველასთვის და ძალიან ბევრის მომცემია ის, რომ ვიგებთ იმ ახალი რეგულაციების შესახებ, ვიგებთ იმ ტექნოლოგიების შესახებ, რაც უნდა დაინერგოს საქართველოში და რითიც უნდა მოხდეს შემდგომში. წარმოება პროდუქტის, რომ ჩვენო პროდუქტმა მოახერხოს და მოახდინოს ევროპის ბაზარზე დანერგვა და რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ უფრო ხშირი და უფრო მზარდი ასეთი შეხვედრები ბევრად სასარგებლო იქნება და ბევრს ცოდნას მოუტანს მცირე ფერმერებს.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო შეხვედრა, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოლო წლის მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები წარუდგინეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საგრანტო კონკურსზე, რომელიც რეგიონული ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პროექტის წარმომადგენლებისთვის საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე სამოქალაქო სექტორში და საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. შეხვედრებს ვატარებთ ხოლმე უკვე მეორე წელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ძირითადად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში და ჩვენი მიზანია დონორი ორგანიზაციები, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ანგარიში ჩავაბაროთ ხალხს, ანგარიში ჩავაბაროთ სამოქალაქო სექტორს, დაინტერესებულ ადამიანებს, მედიას, როგორც თქვი, და კითხოთ მათ აზრი, როგორ შეიძლება ჩვენი პროგრამების გაუმჯობესება, თუ რაიმე შემოთავაზებები აქვთ, იდეები და აგრეთვე დღეს გვინდა რომ ცალკე ხელახლა გამოვაცხადოთ და ხაზი გაუსვათ ჩვენ საგრანტო პროგრამას, რომელიც შაბათს გამოვაცხადეთ. საგრანტო პროგრამის სახელწოდება არის მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა და წელს იგი მიზნად ისახავს ანტიდასავლური დიზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმიანობის განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის მარნეულში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა. საგრანტო პროექტი გამოცხადებულია. ეს შეხვედრა გვეხმარება იმაში, თუ როგორ უნდა მიიღოთ საგრანტო პროექტებში მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო საგანმანათლებლო პროექტ Smart წესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის. პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, რუსთავის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ეწვივნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა მოზარდებს აკადემიის საქმიანობა გააცნეს. საბაკალავრო და საჯარო სამმართველო სამაგისტრო პროგრამებსა და სამართალდამცავ სისტემაში დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრნენ. სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მომსახურეთა განრიგი გააცნეს და საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. სამწყობრო მეცადინეობისა და პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. სტუმრებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო. მეხანძრე მაშველები მოსწავლეებს საგანგებო მუშაობის სპეციფიკასა და ისტორიაზე ესაუბრნენ და მათ უსაფრთხოების შესახებ საჭირო და სასარგებლო რჩევები მისცეს. მოზარდებმა სახანძრო მანქანები და მეხანძრე მაშველთა აღჭურვილობა დაათვალიერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტ Smart წესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ საგანმანათლებლო პროექტის მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის ფარგლებში დღეს პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლა. პროგრამის მიზანია მოსწავლეების ინფორმირება იმ უპირატესობების შესახებ, რომელიც დღეს გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას. ის ასევე ემსახურება ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სადაც მოვინახულეთ მრავალი საინტერესო ადგილი, ისევე როგორც სპორტული დარბაზები, ასევე სტირი და იმიტირებული სასამართლო დარბაზი, რომელიც ძალიან მომეწონა და ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რადგან იქ ტარდება სტუდენტებისათვის იმიტირებული სასამართლო პროცესები. ასევე დავესწარეთ პრეზენტაციას, რომელიც ძალიან საინტერესო იყო და შევიწყოთ მრავალი ახალი ამბები. ძალიან მომეწონა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ღონისძიება, რადგან ჰქონდა შემეცნებითი ხასიათიც, ასევე ვნახეთ ჯარისკაცების ყოფა ცხოვრებაც, დავათვალიერეთ მათი იარაღები. Artıq bir neçə həftədir Marneul əhalisi təbii qazın təzyiqinin aşağı olmasından şikayət edir. Təbii qaz buraxılır, lakin təzyiq aşağı olduğundan istifadə edilə bilmir. Demək ayıb olmasın, girdim hamama, hamamda mən çimə bilmədim. Su soyuq, qaldım elə, məsələn, xəstələndim, qırağa çıxdım. İynə dərman alası kimi heç ona da pulum yoxdur, çatmır.
Canı sağ olsun bizim hökumətin də, Tiflisin də, Marneolun da, hamısının. Bıraxsınlar, qoy qazımız yansın, canımız da qızsın. Yəni işlərdə səhər yeməyində, günorta yeməyində ləngimələr yaranır. Ona görə də bu qazın yuxarı səviyyədə yanması xalqa uyğundur. Otağın temperaturu, bax sizin evinizdə otağın temperaturu necədir? Lap aşağı, bəli. Ayda Rüstəmova da təbii qazın təzyiqinin aşağı olmasından şikayətlənənlərdən biridir. Neçə gündür bizim qazla bağlı problemimiz var. Bu problem də qazın aşağı təzyiqdə olmasıdır. Axşamlar ümumiyyətcə qaz olmur, qaz gəlmir. Bizim teleşirkət problemlə maraqlanaraq SOCAR-la əlaqə saxladı. Uzun sürən gözləntidən sonra açıqladılar ki, texniki xidmət artıq Marneolda təbii qazın təzyiqinin artırılması üzərində çalışır və yaranmış problem yaxın günlərdə həllini tapacaq. Polşanın müxtəlif şəhərlərindən gələn qonaqlar Hallavar kəndində İsmailovlar ailəsinə qonaq olaraq Azərbaycanın milli mətbəxi ilə tanış oldular. Azərbaycan yeməklərindən dolma hazırlamışam, bozartma, döyüğa, bir də yeməklərin şahı olan plov. Qonaqlar onlar üçün hazırlanan yeməklərdən dadaraq təəssüratlarını bölüşdülər. Onların qeyd etdiyinə görə yeməklərin hamısı təbii və dadlıdır. Gürcüstanda xüsusən də bu bölgədə ilk dəfəyəm. Gəlməyimizin səbəbi milli mətbəxlərlə tanış olmaqdır. Xoşuma ilk gələn burada xalqların bir-birləri ilə xoş rəftar etməsi və qonaqpərvər olmasıdır. Biz Azərbaycanlı ailəsinə gələrək onların yaşayış tərzi ilə, mətbəxləri ilə maraqlandıq. Yeməklərin dadları qədər də xarici görünüşləri gözəldir. Daha sonra qonaqlar Çeretel kəndinə Gürcü ailəsinə qonaq oldular. Orada şərabları nəzərdən keçirərək milli qayda ilə şərabın dadına baxdılar. Polşalı qonaqlar xəngəl bükmə prosesi ilə də maraqlandılar. Çurçxela hazırladılar və Gürcü sağlıqlarına qulaq asdılar. Bərabərliyimizə və dostluğumuza eşq olsun. Polşalı qonaqlarımız üçün İberiya rəqs qrupu xalq rəqsləri ilə master-klasslar göstərdilər. Polşalılar isə öz rəqslərini gürcülərlə bölüşdülər. Polşa rəqsini icra başçımız da öyrənməyə çalışdı. Polşalı qonağımızdan biri isə İspan rəqsi Flamingon rəqsi. Bugün Marneol munisipalitetinin mədəniyyət evində Polşadan qonaqlarımız var. Bir-birimizə master-klasslar göstərdik. Polşalı qonaqlar Marneolun etnoturizmin inkişafının layihəsinin çərçivəsində buyurublar. Onlar Marneolda yaşayan müxtəlif millətlərin həyat tərzlərini və adət-ənənələrini öyrənəcəklər. Munisipalitetin icra başçısının açıqlamasına görə bu cür görüşlər gələcəkdə turizmin inkişafına əlverişli olacaq. Რაც ნიშნავს თანაცხოვრება ხალხის, ეს არის ზუსტად მარნეულის Bütün dünyaya bizim həyat tərzimizi göstərmək istəyirik. İlk qrup Polşadan gəldi. Onlar pilot qruplardır. Artıq Azərbaycan ailəsində oldular. Eləcə də master-klasslar göstərdilər. Gürcü rəqqasilər və qonaqlar. Düşünürəm ki, bu cür görüşlər turizmin inkişafında böyük rol oynayacaq. Biz bütün dünyaya göstərməliyik ki, müsəlmanlar və xristianlar bərabər eyni ölkədə necə yaşayırlar. Marneol Mülki Məşğulluq Mərkəzində ictimai görüş baş tutdu. Şərq-Qərb İdarəçiliyi İnstitutunun nümayəndələri ictimaiyyətə, mətbuata və maraqlanan şəxslərə son illərdə iş nəticələrini, gələcək layihələrini təqdim etdilər. İştirakçılar regional təşkilatlara aid edilən qrant müsabiqəsi ilə bağlı informasiya topladılar. Artıq ikinci ildir ki, bu cür görüşlər keçiririk Gürcüstanın müxtəlif şəhərlərində. Görüşdə iş hesabatımızı iştirakçılara təqdim edəcəyik və onunla bərabər proqramlarımızın yaxşılaşdırılması üçün fikirləri dəyərləndirəcəyik. Qeyri-hökumət təşkilatlarından müəyyən proqramları işləməkdə yeni qrant layihəsi elan olunur və burada bir sıra müxtəlif təşkilatlar, qeyri-hökumət təşkilatları iştirak edirlər. Və ondan qarşısına yeni bir şanslar, imkan verir ki, onlar öz ideyalarını, fikirlərini öz layihələri çərçivəsində bu qranda təqdim etsinlər. Yəqin ki, bu proqramlar da sonda
uğurlu nəticələr isə hər hansı bölgədə, regionda növbəti bir layihənin həyata keçməsinə müəyyən bir şərait yaradar. Marneolin Mülki Məşğulluq Mərkəzində İqtisadi Siyasi Tədqiqatları Mərkəzinin USAID aksiyasının layihəsi çərçivəsində informasiya görüşü baş tutdu. დღეს გაიმართა შეხვედრა მარნეულში, რომელსაც ესწრება. Marneolda bugün informasiya görüşü baş tutdu və qatılanlar kənd təsərrüfatı sektorunda işləyən şəxslər idi. Bu sektorda planlaşdırılan dəyişikliklər haqqında onlara informasiya verdik. Bugünkü görüş fermerlərin bizneslərinin inkişafına daha da yaxşılaşdırılması üçün böyük rol oynayır. Görüşü müsbət dəyərləndirirəm və bir çox məlumatlar topladım bugün. Daxili İşlər Nazirliyi Təhsil İnformasiya layihəsini davam etdirir. Layihə çərçivəsində İctimai Məktəb Şagirdləri Din Akademiyasını Daxili İşlər Nazirliyinin Xüsusi Tapşırıqlar Departamentinin Xüsusi Tapşırıqların 1-ci bölməsini və Fövqəladə Halların İdarə Agentliyinin bölməsinə qonaq oldular. Akademiya nümayəndələri şagirdlərə akademiya işlərini tanış etdilər, bakalavr və ictimai bölmə magistr proqramlarını və hüquq mühafizə sistemlərində iş perspektivlərindən danışdılar. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ Daxili İşlər Nazirliyinin Akademiyası təhsil layihəsinin çərçivəsində İctimai Məktəb şagirdlərini qonaq etdi. Layihənin məqsədi Daxili İşlər Nazirliyinin Akademiyası haqqında şagirdləri məlumatlandırmaq idi. Biz bugün Daxili İşlər Nazirliyinin Akademiyasındayıq. Biz burada çoxlu maraqlı yerləri nəzərdən keçirdik. Daxili İşlər Nazirliyinin Akademiyası çox xoşuma gəldi. Burada əskərlərin həyat tərzləri ilə tanış olduq. Olduqca maraqlıdır.